ძენს პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკარეშიძე ბატონო მამუკა დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და საუბარი მინდა დავიწყო აი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის შესახებ ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ მეგობარის აბრევიატურაა და თვითონ მეგობრობის შინაარსთან კავშირი არ აქვს შეიძლება ისიც ჩვენმა ძველმა მაყურებელმა მაგრამ მე მაინც შევნიშნავ. მოკლედ მიიღო კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ ეს დოკუმენტი, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დოკუმენტი, თუმცა გარკვეული დათქმებით, კერძოდ იქ ნათქვამია, რომ თუ საქართველოს დემოკრატიის გზაზე ივლის და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს შეწყვეტს, მაშინ შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ეკონომიკური მხარდაჭერა შესაძლოა მან მე ყურში მომხვდა რამდენიმე ფრაზა და აგავსვა მხარს თუ შეიძლება შესაძლოა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ თანამშრომლობასო, ეკონომიკურ რეჟიმს შეღავათიანს, კერძოდ გაადვილდეს ქართული პროდუქციის გატანა ამერიკულ ბაზარზე და ასევე შეიძლება ვიზა ლიბერალიზაციასაც გამოუკრათ ხელი, თუმცა აკამდე რატო არ გამოუკარით ეს ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ შესაძლოა რომ ეს ასე მოხდეს, ოღონდ და გარდა ამისა დაავალდებულებსო, თქვათ აი ძალოვან სტრუქტურებს ამერიკის შეერთებული შტატების, რომ საქართველოს გაუწიონ დახმარება რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის. აქაც საინტერესოა, რომ რა ვიცი, ჩვენ არ გვინდა ეს ბრძოლა 2008 წლის შემდეგ, რომ მივხვდით, როგორია ძალთა დანაფარდობა და დახმარების ხარისხი და შინაარსი რუსეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენს პარტნიორს, სტრატეგიულ პარტნიორს დარწმუნებულია, რომ ჩვენ გვინდა ეს ომი და ამიტომ ამბობს, რომ თქვათ შეგაიარაღებთ ყველანაირად თვნები და ყველა კომპონენტი სამხედრო იქნება უზრუნველყოფილი, ოღონდ ეს დათქმა, რა თქმა უნდა, თუ დემოკრატია გაუმჯობესდება და საინტერესო რომ იქ ლაპარაკია იმაზე, რომ დემოკრატიის ასაღორძინებლადო, ანუ ეს რაღაცნაირად მე მიჩენს ეჭვს, რომ ესე იგი დემოკრატია იყო, შემდეგ მიინავლა და ეხლა ამ დემოკრატიის აღორძინება არის საჭირო. ჩვენ ვიცით რომ 2008 წელს რუსეთმა დაარქვა აი თავდასხმას საქართველოზე იძულება მშვიდობისთვის. ეს მეგობარი აქტი გავს რაღაცნაირად იძულებას დემოკრატიისთვის და გარდა ამისა იძულებას რაღაცა ბრძოლისთვის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ასეთი უხეში და პირდაპირი დამოკიდებულება რატომ გახდა ჩვეული აი ამ თანამედროვე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს ეს მეგობარი აქტი, ისევე მეორე მეგობარი ეს არის აბრევიატურა და ვთქვათ თუ არ შესრულდა, შემდეგ რა უნდა მოხდეს, რაც ვთქვათ დღეს საელჩომ გაავრცელა განცხადება, ამის გამოძახილი იყო, რომ თითქოს ბომბი არის სამსავაჭრო ცენტრში თბილისში, რაზეც ირეაგირა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, რომ ის თავად მიხედავს ამ თავის საქმეს. რა გზავნილი იყო მეგობარი აქტის სახით საქართველოსადმი და რა არის იძულება დემოკრატიისთვის ბოლოს და ბოლოს? ხო, იძულება დემოკრატიისთვის აქ არის ესე თქვათ ეს ფრაზა გამოყენებულია იმისთვის, რომ ლამაზად შეიფუთოს ეს ყველაფერი. ეს არის იძულება იმისთვის, რომ დაბრუნდე იმ პლატფორმაზე, რომელსაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატების დამჯერი, რბილად რო თქვა, დამჯერი ქვეყანა. რუსეთიც ამას აკეთებდა და საერთოდ ეს არის დიდი ქვეყნების თვისება, მსხვილი პოლიტიკური თვისება. კი, ეს არის იგივეა. ну, ახლა ჩინეთი მაგალითად ამას ეკონომიკური ბერგეტებით აკეთებს და ამის ნათელი მაგალითია მისი მოქმედების წესი ძალიან ბევრ ქვეყანაში და მაგალითად გავიხსენოთ ესეთ ყველაზე საინტერესო და ემილის მამგვრელი რაც იყო, ეს იყო ჩინეთის მიერ საუდის არაბეთისა და ირანის შერიგების მცდელობა. ну, მცდელობა კი არა, შედეგსაც მიაღწიეს, მაგრამ რაშუაში იყო ახლა ჩინეთის აი ამ ორ ქვეყანასთან, თუმცა გეუბნებით, ეს არის მსხვილი მოთამაშეების თვისება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. ეს მეგობრობის აქტი პირველ რიგში რა ნიშანს გვაძლევს? ის რომ დასაკვირველი სასიამოვნო არ არის ეს ყველაფერი ფაქტია. ის რომ გარკვეულწილად შეიზღურდება საქართველოს ხელისუფლების აქტივობა, ესეც ფაქტია, რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენლმა. აი რას ნიშნავს შეიზღურდება აქტივობა? ხო, ვიყავ სანქცირებულია, თქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო? ну ვერ მოვაწყობ შეხვედრებს. ეხლა კი სანქცირებული იყო პუტინის და ვერაფერი. მაგრამ ნუ ხა პოლიტიკური კონიუნქტურა ვახსენე. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უნდათ იქნება ეს იმუშავებს სანქციები, არ უნდა და არ იმუშავებს სანქციები. მოკლედ ესე იგი ყველაფერი ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის, პოლიტიკური ვითარებიდან არის გამომდინარე.
ახლა უილსონზე არ არის მართლა ყველაფერი დამოკიდებული. უილსონი წარმოადგენს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. ახლა უილსონი ჩვეულებრივი ლობისტია, რომელიც ფაქტებსაც ვერ იმახსოვრებს კარგად და ზუსტად ეშლება ხოლმე რას უწევს. და აინტერესებს კი ვინმეს ფაქტები, მე უკვე ეჩვენებარება რომ ვინმეს ფაქტები აინტერესებს. ფაქტები არავის არ ეს ამბავი აინტერესებს. კრეფსითი ამბავი. ის რომ საქართველოს არ დაუჯერა თქვა დასავლეთს, აი ეს ამბავი აინტერესებს. რატო არ დაუჯერა საქართველოს ამის და ამის გამო? რა შეიძლება ამის მერე მოხდეს რუსეთთან დაახლოება? არა. ამასობა შეიძლება ჩინეთთან დაახლოება მოხდეს. შეიძლებაზეა ყველაფერი. და ნიშანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომელიც სამეგობრული აქტის მიღებით მივიღეთ ეს არის ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცხოველ ინტერესებშია სამხრეთ კავკასიის რეგიონი მთლიანად შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზები რასაკვირველი ეს დარჩა ეს ინტერესი ხო და ამ ინტერესიდან გამომდინარე ის ქმედება რასაც აკეთებენ ის რომ უსამართლოა ყველა ასეთი ტიპის ნაბიჯი ეს ფაქტია მე ერთხელ თქვი კიდევაც და ხო ვიმეორებ სულ გაუთავებლად რომ არა სამართლის ძალა კი არ არის და კანონის ძალა არამედ ძალის კანონია ასეთი ტიპის დღეს მოცემულობა გვაქვს პოლიტიკურ ველზე გეოპოლიტიკურ სივრცეში აი ამ ჩამოშლილი ისე ცოცხალი წესრიგის ფონზე და მართული ქაოსის აი რაც არის მართული ქაოსის ფონზე ცუდია ეს რაც მიიღეს ეს აქტი ხელი შემშლელია ქვეყნის განვითარებისთვის კიდე ერთხელ მაჩვენებელია რომ პატარა ქვეყანა არავინ არ არის დიდი ქვეყანასთან ბრძოლაში და პატარა ქვეყნის ინტერესები ეწირება კონიუნქტურას პოლიტიკურ კონიუნქტურას როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ეს არის მეორე საკითხი ეს არავის არ აინტერესებს მთავარია რომ საკუთარი ინტერესები იყოს დიდი მოთამაშის სხვილი მოთამაშის გატარებული და დაცული და ეს ინტერესი ანუ რა ასეთი გეგმა ჩაუშალა ამდენად სისხლხორცეულად იყო თქვა დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები თუ ამ მეგობარი აქტით ვიმსჯელებთ რომ აუცილებლად ის მომხდარიყო აქ რაც მოხდა თქვა უკრაინაში და თუ ისიც საკმარისი იყო რაც მოხდა მოლდოვაში იცი რა შეესაქმე რაც მოლდოვაში მოხდა არ არის საკმარისი და არც იყო საკმარისი მოლდოვას გეოგრაფია მეტი საშუალებას მანდ-მაინც არ იძლევა ახლა იქ მოლდოვა ნესესპირეთის პრობლემები შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას მანდ-მაინც ვერ გადაწყვეტს იმიტომ რომ გეოგრაფიის თვალსაზრისით სტრატეგიული სტრატეგიული განვითარების საშუალებას აი შეტევა თქვა სამხედრო არ იძლევა საქართველოს სხვა შემთხვევა იყო ну ჩერტის მიდგომა იყო წინა ხელისუფლებისა ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი დასავლეთ ევროპული ინსტიტუტისა ეს ის ინერციული მიდგომა იყო მე ინერციულ მიდგომას დავარქვევდი რომელიც წლებია მუშაობს რუსეთი უნდა იყოს შევიწროებული თავისი მეზობლების მხრიდან სხვისი ხელით ნარის გლეჯა ეს არ არის ახალი მოვლენა სოფლიო პოლიტიკაში და არ უნდა გაგვიგვირდეს ეხლა მე ხაზი მინდა შემდეგ გარემოებას გავუსვა ჩვენ შეურაცხყოფილად კი არ უნდა ვიგზნოთ მარტო თავი მარტო შეურაცხყოფილად და გაბრაზებულები დავდგეთ გაბუტულები არა აზრია გაბრაზება ჩვენ ვიცოდეთ რომ პოლიტიკური მოცემულობა ყოველთვის ასეთი იყო რაც ისტორიის სახელმძღვანელოს რო გადაშლი კავკასიის ისტორია იქნება თუ საქართველოს ისტორია ნუ იქ ნათლად ჩანს რომ ყველა დამპყრობელი, ყველა მსხვილი მოთამაშე, ყველა პოლიტიკური ისე თქვა დომინანტი ყოველთვის ცდილობდა რომ ემუშავა პრინციპით გათიშე და იბატონე. დააპირისპირე ერთმანეთს მხარეები. ეს არ არის ახალი. ამიტომ ჩვენი ნებისმიერი მოქმედება ტაქტიკური თუ სტრატეგიული ამაზე უნდა ავიღოთ, ვიცოდეთ იმ გამოცდილებაზე დაღმებით სამწუხაროდ, ამ გამოცდილებაზე დაღმებას ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ნაკლებად ხედავ. მაინც უკაცოთ ესე რომ დაფრინავენ კიდე რაღაცას ალერგიულ ფონს მიმატებენ. რაში აი ეს ეხა მოლოდინის პოზიცია აზრი არ აქვს ამის შემდეგ თუ კი მოცემულობა არის ასეთი ბატონო მამუკა და ჩანს რომ აქვს ამერიკის შეერთებული შტატების თავისი რაღაც გარკვეული ინტერესი და გარკვეული გეგმა როგორც ხედავს და წარმოუდგენია ის საქართველოს მე ამ ფონზე მეცნობა ხოლმე ჩვენ ყავს რაღაცა მიმართულების თქვა და პოლიტოლოგები რომელიც ამბობენ რომ დასავლეთთან ყოველთვის შეიძლება უკვე მეღიმება ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება რომ თავისუფალი სასამართლო ძლიერი თვითმმართველობა ეს არის არგუმენტები რაცაც გაგიწევენ რის გაუწევენ ანგარიშს აქედან გამომდინარე თუ მას აქვს თავისი მიზანი რომ მიაღწიოს რაღაცა მიზანი აქვს და ამ მიზნის საშუალება ერთ-ერთი ხარ შენ და უშლი შენ ხელს ამ შემთხვევაში საქართველოს რა შეიძლება იყოს მაშინ გამოსავალი მოლაპარაკება შესაძლებელი არის აქ
იცი როგორ არის უფრო მოქნილი პოლიტიკური თამაში შესაძლებელია აი რაც გულისხმობს აი რა მაგალითად აი მოქნილი პოლიტიკური თამაში გულისხმობს იმას რომ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში კომპრომისი ესე იგი იმიტაცია მაინც უნდა მოხდარიყო იმის მე ამ შემთხვევაში ცინიკურად ვამბობ სიტყვა იმიტაციას თუ სხვა სიტყვა არ შემიძლია ხა გამოვიყენო იმიტაცია მაინც უნდა მოხდარიყო იმის გველანძღა მაინც რუსეთი თქვა და ეს სიტყვაზე ვამბობ არა მაგას არ ვამბობ იმიტაცია უნდა გაკეთებული იყო იმისი რომ ცდილობთ ვიპოვოთ დაპირისპირების მიზეზი არ ვცვლით ვექტორს მაგრამ ასე ვთქვათ მაინც ჩვენ თავი მართლები გვქონია და მივიდივართ კომპრომისზე ვცდილობთ კომპრომისის მეშვეობით მოვაგოროთ სიტუაცია ვცდილობთ კომპრომისის მეშვეობით ის შევინარჩუნოს ის მართლებები რომელიც იყო დღევანდელი ხელისუფლება უკომპრომისო პოლიტიკას არჩევს აქ მტყუანია თუ მართალი ამაზე არ არის ლაპარაკი იმიტომ რომ ახლა აქ შორს სავალ ძალიან უკომპრომისო პოლიტიკას არჩევს და ხისტი პოლიტიკა რჩება საბოლოო ჯამში ამ სიხისტეს ალბათ შობდა ცოტა უფრო მოქნილი პოლიტიკა უფრო აღმოსავლური პოლიტიკა შეიძლება ითქვას თკბილად იმიტომ რომ ხან რა უყურებ ამ ჩვენს საკუთარ ინიციატივა ამ სენატორების თუ კონგრესმენების გამოსვლას გადამწყვეტ უმრავლესობა ხას უსვამ გადამწყვეტი უმრავლესობა აზე არ არის რაზე ლაპარაკი არის წარმოდგენა არ აქვს შეიძლება თითოეულ ამ ეხლა აი მაგალითად ჯინ შახინს თქვა სენატორებს და იმ რაშს ვერ დავწავენ პრეზიდენტი აზე არ არის არ შემიძლია თქვა ესეთი რამ თუ ძალიან კარგად მახსოვს მათი აგრესიული და აქტიური ჩარევა მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისი გუნდი ზოგიერთმა წარმომადგენლმა მოინდომეს გადაეხედათ მაშინდელი არჩევნების 2012 წლის არჩევნების შედეგებისთვის და რა ამბავი ატეხეს ორივე. იტო ძალიან კარგად იცოდნენ რაშიც იყო საქმე და პირადად ჩაერია ერთიც და მეორეც ამერიკის მაშინდელ ელჩთან ერთად იმისათვის რომ აი ეს სისულელი არ გაეკეთებინა სააკაშვილის გუნდს. ეს ყოველთვის ძალიან ისეთი საინტერესო ეპიზოდია საქართველოს ისტორიაში. რასაპირებდნენ ძმები ახალაები რა როლი ჰქონდა შაშკის და ასე შემდეგ და როგორ ჩაერია შახინი და რაში. ბადმავკა რეკლამის გამო თვითონ შევწყვეტ ეს საინტერესო თემა და მოუყვეთ თუ შეიძლება დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. როგორც ეში ბრუნდებით გამოგვიცა საუბარ ჩვენ სტუმართან მამკარეში დესანეტა ბადმავკა 2012 წელს რატომ იყვნენ წინააღმდეგ და რატომ უნდათ რომ სააკაშვილი წასულიყო მაშინ. საქმე იმაშია რომ თუ გახსოვთ სააკაშვილის მიმართ გაჩნდა გარკვეული უნდობლობა. ერთის მხრივ ეს ლაპარაკობ დასავლური პოლიტიკური ელიტის პოზიცია ესეთი იყო და მეორეც მხრივ იქ მზადდებოდა ისეთი გარკვეული დემარში და პროცესში იყო ეს უკვე გადატვირთვისა პოლიტიკის გადატვირთვისა რუსეთთან გახსოვთ ალბათ ეს ამბავი ხო და სააკაშვილის ფიგურა მიუღებელი იყო ამ საერთო სქემაში იმიტომ რომ მაშინ 2008 წლის ომის მერე გახსოვთ რომ თავარი პირობა ერთ-ერთი რუსული მხარის ეს იყო მედვედევი პერს ლაპარაკობდა ამის თავაზე რომ სააკაშვილი აუცილებლად წასულიყო საერთოდ პოლიტიკური ველი. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისე ახალი მიდგომების კონტექსტში საჭირო იყო ხელისუფლების შეცვლა. სხვა ხელისუფლების მოსვლა, მათთვის ასევე მისაღები ხელისუფლების მოსვლა, იმიტომ რომ ეს უკვე ესე თქვა, ძალიან კარგად იცოდნენ კონიუსეთი შემადგენლობა ქართული ოცნების კოალიციის მაშინელი, იცოდნენ ვის ბირის გამკეთებელია და მისაღები იყო მათთვის ეს გაიხსენეთ ვინ იყო კოალიციის შემადგენლობაში. ხო, მისაღები იყო ეს კონფიგურაცია და ამიტომაც მოხდა, უბრალოდ ამიტომაც დათანხმდნენ ასე ვთქვათ, იმას რაც მოხდა შემდგომში არჩევნების შედეგების აღიარებას. და სააკაშვილის და მისი გუნდის, უბრალოდ მისი გუნდი უფრო აქტიური იყო, ვიდრე თვითონ სააკაშვილი იმაში რომ ესე არ ეცნოთ არჩევნების შედეგები და მაშინ ჩაერია შახინი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დილა ადრიანა არჩევნების მეორე დღეს. ხო, ეხლა ეს დეტალებია შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ მე ხას უსვამ ამ გარემოებას. აი დიდი მსხვილი მოთამაშეს, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეს ინტერესები არის მთავარი. ეს არის მსოფლიო არსებობის, ასე ვთქვათ, დღევანდელი პრაქტიკა. ეს უნდა გავითვალისწინოთ. გვინდა, ესე თუ არ გვინდა და უნდა მოვახერხოთ აი ამ ასე ვთქვათ მართული ქაოსის პირობებში მონახვა ისეთი შუალედური სიტუაციისა, როდესაც შესაძლებელი იქნება
შესაძლებელი იქნება ოქროში ვალდის დაცვა, ან პოვნა, ან მოკლედ პეწვის ხიძე გავლა, მოკლედ ასია თუ ისია სახელმწიფო შენარჩუნება პირველ რიგში და საინტერესოდ ქცევა ფუნქციის გამონახვა სახელმწიფოსთვის. აი ხა მე ერთ რამეს გეტყვით, რომელიც ვერ დავადასტურებ ტყუილია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანს ძალიან ესეთი და ასეთი ესე ვთქვათ ექსპერტული შეფასებაც არსებობს. ყარაბაღის კონფლიქტი. ნუ რასაკვირველია, ყარაბაღის კონფლიქტი მსხვილი მოთამაშეების ჩართულობის გარეშე არ მომხდარა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომელსაც მოგვარებას გულისხმობს. კონფლიქტის მოგვარება კი არ კონფლიქტის დაწყება, აქ განახლება. რომელსაც აი ამ ვერსიას, რომელსაც მე ეხლა გავაჟღერებ, ეს არის ემიგრაციული სომხური საექსპერტო თანამეგობრობის ვერსია. რომ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ ყარაბაღის კონფლიქტი განახლებულიყო და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ სომხეთის, რუსეთი და თურქეთი დაეჯახებინათ ერთმანეთისთვის. ანუ იქ ესეც სამხედრო კონფლიქტის რეჟიმში გადასულიყო. აი გასწორთ ალბათ როგორი ტიპის აქტივები იყო მაშინ რა პროცესი იყო, ესე უკრაინის კონფლიქტი დაწყებული იყო, მანამდე ერთი დღით აზერბაიჯანის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ჩავიდა მოსკოვში, ხელი მოაწერა დოკუმენტი, ასე შემდეგ. მოკლედ და ამის არგუმენტები მოყავთ აი ამ საექსპერტო თანამეგობრებს. მე მინდა ამით იკითხა, რომ უამრავი მასალა და დამამტკიცებელი საბუთი არსებობს ამისა, რომ ასეთი რამეები ხდება. როდესაც ჭირდება, როცა პოლიტიკური კონიუნქტურა ამას მოითხოვს, ხელი მოთამაშეები ძალიან მარტივად წირავენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, კონკრეტულ სახელმწიფოებს, შეიძლება სახელმწიფოებს არა და ქვეყნებს არა, მაგრამ მათ მმართველებს ძალიან მარტივად წირავენ იმისათვის, რომ თავის შედეგს მიაღწიონ. იმიტომ რომ მმართველია პასუხისმგებლობაზე, ხო, რაც პასუხებელია იმაში, რაც ქვეყანაში ხდება. მე მინდა რომ სწორედ ვიყო გაგებული, მე არავის არ ვლანძღავ, არავის არ ვაკრიტიკებ. მე ვამბობ მოცემულობა ასეთი. მათემატიკა ეს ჩვეულებრივი, ეს არის 2+2=4. აი აქედან მოგიდულობ, იმიტომ რომ სახლი დაიწოს. თუ ძაღლი ავი არ არის, ის ძაღლი არ მინდა, ხო თუ და ხო, მაგრამ ზოგიერთ სახლს იმიტომ ყიდულობს, რომ დეკორაციისთვის ჭირდება. დეკორად, მაგრამ ხან კი ბატონო, და ამ შემთხვევაში ჩვენ დეკორაციისთვის არ ვართ საჭირო, მე ისე მგონი. ძაღლს არ ვადარებ, ხო, იცი როგორ არის, შეიძლება აი უყურე. კარგი მაგალითია, ავია ძაღლი. ავია, იმიტომ რომ დაიცვას, ესე იგი ვიღაცებს დაუპირისპირდეს. დეკორაცია, იმიტომ რომ გაალამაზოს უბრალოდ შენს მიერ შექმნილი რაღაცა ფონი. და კიდე მესამეა, რომ დაგამშვიდოს, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური რელაქსის საგანი მოგელაკუცეს. ესე იგი, მოკლედ ძალიან კარგი მაგალითია, ასეთი ფუნქცია შეიძლება გქონდეს ქვეყანას, ოღონდ ეს ფუნქცია ძაღლისგან განსხვავდება. ქვეყანამ უნდა მოახერხოს და თვითონ შექმნას როგორმე. აი დააგვირდით აზერბაიჯანის პოლიტიკურ აქტივობას. აი ხა ძალიან გადავხედე ამ მოკლედ ესეთი კომიკური სიტუაცია, აი ხა მე გეტყვით დღევანდელ მოცემულობას. უბრალოდ გუშინდას დღეს უნდა შეიცვალა მოცემულობა. გუშინ ესეთი მოცემულობა იყო, რომ ნატანიაჰუ ჩადის ბაქოში და უცებ ირკვევა, რომ ერდოღანი ჩადის ბაქოში. ნატანიაჰუ ერთი დღე უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ უცებ 5 დღე ჩერდება, თან შაბათს ჩერდება. ეს არის ესეთი. ამასობაში ერდოგანი ჩადის, მაგრამ არ ხვდება კაცო იმას, რა ქვია. ალიევი შეიძლება მოსკოვში წავიდეს. ხო, და ალიევი ამ დროს მოსკოვში მიდის. ესე იგი, ბაქოში რჩებიან სადღაც ცალკე ერთ სივრცეში ერდოღანი და მეორე სივრცეში ნატანიაჰუ და ალიევი იქ არ არის და ვიღაცა ეხლა გვეუბნება, რომ ესენი ერთმანეთს, ნუ მოკლედ ზღაპარი. ეს სხვადასხვა ჩემმა ერთ-ერთ აზერბაიჯანელი ფრენდები ხომ მყავს და დადო ერთი კვირის წინ ასეთი ინფორმაცია. ცოტა ხوار გაიხუმრა თქო, მაგრამ მიხდნენ ეს კომიკური სიტუაცია შეიქმნა და ალიევი აღარ მიდის ბათუმში. მოკლედ არის ვარიანტი, რომ არ წავიდეს. ნუ რაღაცა წავა თუ არა, ხო, მოსკოვში. წავა თუ არა, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხო, მოკლედ ეს გარდა ამისა ძალიან აქტიურია აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, თვითონ ქვეყანა აზერბაიჯანი და როგორი დახვედრა იყო პეკინში, თქვათ. როგორი აქტიური ჩართულობა აქვს ახლა აზერბაიჯანს ინდოეთი პაკისტანის დაპირისპირებაში. ხო, პაკისტანი მისი მეგობარია, მეგობარი ქვეყანა თითქოს ბაქოსი. ხშირად არის ხოლმე. ხო, წარმომადგენლობა. და ისრაელთან დაკავშირებით პარადოქსალურია. აზერბაიჯანი არის ერთდროულად პაკისტანის მეგობარი, ძალიან ახლო მეგობარი და თან არის ისრაელის მეგობარი და მთავარი სარგებელი. თან თურქეთის. მოკლედ მე ამას იმიტომ გეუბნები ხარ, კი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ გაუთავებლად, რომ აზერბაიჯანს რესურსი აქვს და რა რესურსია ახლა ეს? კარგია. კი, 1%-ია ევროპაში მიწოდებული ენერგომატარებლების სულ, მაგრამ
დიპლომატია კარგად აგებული. აღმოსავლური დიპლომატიის ყველა ის საგანძური გამოიყენეს, რაც საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი იყო. თორემ მაგაზე მეტი რესურსი აქვს მაგალითად ლიბიას, მაგრამ დაქცეულია და განადგურებული ასწორებული მიწასთან. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ხა გამოცდილებას უნდა გავიზიაროთ საკუთარი გამოცდილებად. აი მე სულ მაგალითად მომყავს ჩვენი მეფეებიდან ერთ-ერთი ესე ვთქვათ უნიკალურობა, ეს არის გიორგი ბრწყინვალე, რომელიც დიპლომატიურმა ქმედებამ და ესე ვთქვათ პოლიტიკურმა ეშმაკობამ დავარქვათ ამას, ძალიან დიდი დივიდენდები მოუტანა ქვეყანას, უფრო მეტი ვიდრე ზოგიერთი ქართველი მხედართმთავარის, სწორუფოვანი მხედართმთავარის ქმედებამ. ასე რომ დიპლომატიას დიდი მნიშვნელობა. აი ეს ნეტანიაჰუს და ერდოღანის ბაქოში შეხვედრა, თან მანამდე რო თქვა რომ ტრამპმა შეგარიგებთო. ხო. ერდოღანს აი ეს რას ემსახურება თქვენი აზრით? ახლა ფაქტი ერთმანეთს ხვდებენ, ახლა ბაქოს დასათვალიერება თუ არ ჩავიდნენ. გასაკვირველია. ნუ ახლა ერდოღანის და ნეტანიაჰუს შეხვედრა. ან რატომ ალავენ რო შეხვედრა? იმიტომ რომ იმდენად არის დაპირისპირებული მათი ინტერესები სირიის ტერიტორიაზე, ესე ისრაელის უსაფრთხოების საკითხში ერთ-ერთი უნიშნულოვანესი ბზარი ეს არის, ბზარი კი არა, ესე ვთქვათ, გამოწვევა ეს არის თურქეთი. თურქეთი და ის ისლამისტური იდეოლოგია, რომელმაც თურქეთში ნელა ფეხი მოიკიდეს, არის ძმები მუსულმანების იდეოლოგია. ეს არის ბევრად უფრო რაფინირებული, დახვეწილი და ბევრად უფრო კმედით შეღწევადი, ვიდრე ალ-კაიდები და ეს ყველაფერი დანარჩენი ტრიკ ზედაპირზე. ხო, და აქ არ ვერ ხედავ. ეს არის ისეთი ღრმად გააზრებული და ისე ვთქვათ ორიენტირებული ზუსტად კულუარულ მოქმედებაზე. აი ასასინების ტიპის, ისე ვთქვათ, იდეოლოგია კი არა, მოქმედების წესი აქვს. რა არავის არ კლავენ შეიძლება პირდაპირ არ ყოს თუ ეს შეღწევადობის თვალსაზრისი. შეიძლება 2020 წელს ჩვენ ვაკვირდებოდით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში როგორ ცდილობდნენ ისინი თავის კანდიდატის გაყვანას. მუსლიმანები? მუსლიმანები კი, მაგრამ ნუ არ გამოვიდა ეს პირველი ცდილობა იყო, ეხლა სხვადასხვა მანამაიც არ მოუკლავთ თავი მეორე არჩევნებს. აი ძმები მუსლიმანები აკლეთ ჩვენს რობედნიერებას. რატო მე ამას ყოველთვის ვამბობ, რომ ეს დაძინებული უჯრედები, რომელიც საქართველოში ისლამისტური დაძინებული უჯრედები, ნაწილობრივ მათ მიერ კონტროლდება და არ არის არაფერი გამორიცხული. ხო და იმიტომაც ამბობ საქართველოს უბრალოდ ის ექსესური ქვეყანა და იმიტომ არ აქციეს თავის დროზე, ეს მაგ ტრანზიტული ქვეყანა მათთვის. იმიტომ თავარი დარტყმის ობიექტი არის ჩრდილოეთ კავკასია და დაღესტანში იქნება თუ ზოგიერთ სხვა ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკაში ასეთი ტიპის ექსესები არის კვირაში ერთხელ. აი ხას დაღესტანში ეს შეთანხმდებოდა იქ საპატრულო პოლიციასთან მოხდა შეტაკება ისლამისტების და სამი პოლიციელია მოკლული. უფრო მეტიც არის დაჭრილი და დაზიანებული. ეს არის ესეთი მოცემულობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ უკვე მოხერხდა, იქ ის მცდელობაც სხვაგანაც იყო, ეს კი პოლიტიკურ სტრუქტურებში ესლა ადგილობრივი თვითმმართველობაში, ვთქვათ, ადგილობრივ ხელისუფლებაში უკვე წარმოადგენელები არიან, მართალია არ მას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ პოზიციონირებენ ეს. ანუ რუსეთი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, რუსეთის ხელისუფლება. კი, რასაკვირველია, რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, ესე იგი და ეს ფრონტები სხვადასხვა კალიბრის სიდიდის და წესის გაშლილია სხვადასხვა სივრცეში. ეს არის ეროვნულ რესპუბლიკებთან დაკავშირებული ფრონტები, ასე ვთქვათ. ეს არის რელიგიური თემასთან დაკავშირებული, ეს არის ოლიგარქიასთან დაკავშირებული, ეს არის თვითონ კრემლის გარშემო. ეს არის რუსული ცხოვრების წესი, ყოველ წესი იყო, რაც რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი რო გადახედოთ, ყოველ წესი იყო და ესე იქნება, იმიტომ რომ როდესაც არსებობს ესე იგი კანონზე მაღალი მდგომარი ადამიანები და ასეთი ადამიანების ყოველთვის იყო რუსეთში. როგორც კი გაჩნდება ამათი სიუხვე, ძალიან ბევრი რო გახდებიან კანონზე მაღლა ვინც დგას, იმ წუთში დაიწყება ხოლმე შიდა ღრნა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უჭირავს კბილებით სიტუაცია დღევანდელ პრეზიდენტს, ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება. ისეთ რას აკეთებს ახლა ამ წუთში პრეზიდენტი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს პრეზიდენტი პუტინი? პრეზიდენტი პუტინი. არის. ესე იგი ერთ-ერთი როტენბერგი, უმცროსი როტენბერგი მუშაობს იმაზე, ესე შექმნილი სპეციალური სამსახური, არასამთავრობო. ეს დანიშნულოვანია, რომ იქ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი თითქმის აღარ არსებობს, რომელიც არ არის კრემლის კონტროლის ქვეშ. ერთადერთი მე მგონი კარნეგის ცენტრი დარჩა. ხო და მოკლედ ესეთი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს შესწავლაზე იმ ოლიგარქების მდგომარეობისა, უბრალოდ როგორ შეიძინეს ქონება.
და პროკურატურის ამის შესწავლა. აი ამაშია საქმე. იმიტომ რომ ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სახელმწიფოსთან ვასალურ მდგომარეობაში, შიშის ქვეშ. ამიტომ გენერალურ პროკურატურაში შედის და შედის საქმეები. და უკვე გადაწყვეტილება გამოდის რომ ქონების ნაწილს ართმევენ განსაკუთრებით უძრავი ქონების, რომელიც ასეთ ამა თუ იმ ფორმით, ესე იგი კორუფციული გარიგებით იყო შეძენილი თუ ასე შემდეგ. მოკლედ სახელმწიფო ერთის მხრივ იბრუნებს თავის ქონებას, რომ თავის ფინანსური მდგომარეობა განემხაროს და მეორეს მხრივ მუდმივ შიში ყავს ეს ადამიანები, რომ ესე იგი ასე ვთქვათ სიმდიდრისგან განებირებულებმა რაღაც პოლიტიკური სხვა ამბიციები არ გაუჩნდეთ. ანუ ის კრიტიკული მასა არ დაგროვდეს, რომელიც არეულობას გამოუწევს. ხო, და იმიტომ კი არა რომ კრემს დაუპირისპირდება ერთმანეთსაც შეიძლება დაუპირისპირდეს. აი ნათელი მაგალითი იყო მაგალითად ქარიმოვისა და კადიროვის დაპირისპირება, აი ცნობილი ფაქტი, რომელიც სროლი დამთავრდა მოსკოვის ცენტრში. და ჩართული იყო აპარატის უფროსი პუტინისა ვაინო. კარიმოვის მხარეს. იქ დიდი ამბები იყო. ეხლა ეს ყოველშორის კადიროვის ესე ვთქვათ. კადიროვმა რაღაც აუკვეთეთ უკრაინის ჯარების შემოჭრავა. სისულელეს ლაპარაკობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეხლა როგორც ჩანს შეიცვლება. ანუ ყოველთვის დგას ეს საკითხი რომ კადიროვი შეიცვალა. კადიროვს რო ემორჩილება თავის რაღაც შეერაღებული ფორმით. არა, იმ შეერაღებული ფორმით ერთ-ერთი ლიდერი იქნება ახალი. თუ გადაწყდა, ის იქნება დაუდოვიეგეთ. და სხვათა შორის მე ყველაზე მეტად მიკვირს ხოლმე ჩვენი საზოგადოება რო ვერ აცნობიერებს მე ეჭვი მაქვს რომ მისი დიდი ნაწილი რა საფრთხეა ეს ჩვენთვის რუსეთის დაშლა და არეულობაში კავკასია არ დაიჭირეს ცეცხლი ოლიგარქიას რო იყურებენ ამით შეაშინებენ ესენი ჩრდილო კავკასიელებს და არა მარტო ძმები მუსლიმანების გავლენა არის ხო ჩრდილო კავკასიაში ირანის გავლენაც არის და უამრავის გავლენა არის ჩვენი გადაცემის დრო იმის გავლენა მე რასაც კი იმდენია კი ბატონო და ეს აი ვინც სათავეში უდგას ამ პროცესის ვერ ხდება ის ამას არ ჭირდება და ეს დაინახოს მას ამოცანა კონკრეტული ხო ეს ამოცანა უნდა გადაწყვიტოს ამოცანა არის ხელისუფლების დამხობა ფევანდელი ხელისუფლების დამხობა კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს ხელისუფლება ცუდია თუ კარგია სხვა ამბავი პოლიტიკური ამოცანა არის ასეთი ხო და ამიტომ ეს ამოცანა უნდა მოვაგროთ და გადაწყვეტოთ ხა რა შეინტერესებს იქ რა მოხდება ხვალდაზე თავარი ეს ამოცანის ხო აი ხელისუფლების შეცვლა არის ეს კითხვა არ ებადება და ერისთვის არის საჭირო ხელისუფლების შეცვლა ადამიანი ხო ერთ ნაბიჯს რო გადადგა უნდა იცოდე რომ ეს ნაბიჯი სადღაც მიგიყვანს ხო აი ეს უამრავი მიმართულება რო არსებობს აქეთ რომ მივდივარ ამ მიმართულებით წავალ წინ ამ მიმართულებით მარჯვნივ ამ მიმართულებით მარცხნივ უნდა იცოდე სადამდე მიგიყვანს ну ეხლა იცი როგორ არის ჩვენ დავიჯე რომ ასეთი გონება შეზღუდულები არიან რომ ამდენს ვერ ფიქრობენ არა არის სულანი გონება შეზღუდულები ის ადამიანები ვინც ამ შემთხვევაში პოლიტიკური კლიმატის შესვლას ცდილობენ საქართველოში მათი ნაწილი ძალიან გადაცნობიერებს ასაკეთებს ძალიან კარგად იცის ეს ასაკეთებს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთოდ შენი მოწინააღმდეგე იდიოტად არ უნდა ჩათვალო არასოდეს რაც არ უნდა სიბრიყვე გააკეთოს უნდა მოახერხო იმის გაგება ეს სიბრიყვე მისი ინიციატივით არის ნათქვამი და მისი ინიციატივით კეთდება და მის უკან დგომის ძალების ასე რომ ახლა აი რო უყურებ ესეთი მარიონეტულ ზოგიერთ მარიონეტულ პრეზიდენტს ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული დასავლეთ ევროპაში რაღაც ისურვეს ლაპარაკობენ ხვდები რომ ადამიანებს ამის თქმა და გაკეთება ზოგ შემთხვევაში არ უნდათ მაგრამ იზოლები რომელიც მათ უკან დგანან თავისი ამოცანის შესასრულებლად რა ამოცანაც მათ აქვს დათქმევინებენ ამათ თუ იმ ნაბიჯს აი როგორ გითხრათ იცი სოფლიო ხო კულუარებიდან იმართება აღარ არის რომ მეფე იტყო და რაღაცას და არ იქათ ყველა გადარება გამოსცემ ძალებას და კითხულობდა ესე მე ჩემი თავარი საუბრის დედააზრი იმაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში რომ ხალხმა გაიგო საზოგადოებამ ყიციან გადასარევად მაგრამ მაინც ხაზი გაისვას იმას რომ მოცემულობა ესეთი. ამიტომ ჩვენ შესაბამისად უნდა ავაწყოთ ჩვენი პოლიტიკა და არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკა, საზოგადოებრივი პოლიტიკაც კი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ წინანდ არსებობს. ეს გამოწვევა მარტო ის კი არა, რომ ვიღაცა შემოვარდება საიდანღაც რუსი ტანკით. არამედ ის გამოწვევა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფონს ქმნის ქვეყანაში. დღეს რო ქვეყანაში ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ეს ხო უზარმაზარი გამოწვევაა. ოჯახში ერთმანეთს რო ხალხი არ ელაპარაკება, უფროსები უმცროსებს რო პირისპირდებიან
ამას ხო დალაგება, ამის დალაგებას წლები დაჭირდება. ამდენი ხალხი რო ქვეყნიდან გარბის. ამასაც ხო ეს უზარმაზარი დემოგრაფიული გამოწვევა. ყველაფერი გამოწვევა ამდაგვარი. ეს ყველაფერს უნდა ვაცნობიერებდეთ. ერთ ყულაბაში ვაქცევდეთ, ვაანალიზებდეთ და შემოსაბამის დასკვნებს ვაკეთებდეთ. და არა გაუთაებლად ჭიჭყინებდეთ რაღაც სისულელეზე და ერთმანეთს ვერ შევდეთ. ძალიან კარგი ფრაზა მინდა ერთი გითხრათ, რომელიც გუშინ წავიკითხე და მომეწონა. ქართული ანსამბლი მღერის ბავშვების ახალგაზრდების YouTube-ზე იყო. ძალიან კარგად ღვერიან, ძალიან. აი მოულოდნელ სოციალურ უნდა თქვა ქართული ხალხური სიმღერის ესე იგი დონე გაიზარდა. შეიძლება ეგეთ პარადოქსალური რამე თვითონ მაგალითად დაბითო ადრე დაბალი დონე იყო. აი რაღაც სხვანაირი გახდა. ხო, რაღაც სხვანაირი გახდა. უფრო მაშინ იყო აკადემიური და ძალიან მაღალი დონე და ეხლა რაღაცა უფრო ისეთი ხორცი შეისხა ძალიან ყოვლის მომწვევია. უბრალოდ ეს ბავშვები მღერიან. ქვევით კომენტარებია და კომენტარია ძალიან კარგი. რა ლამაზი ხართ ქართველებო, როცა ქართველები ხართ. უი, საინტერესო ფრაზაა. მეტყვი დიდებული ფრაზაა და სწორი ფრაზაა. ხო და აი მე ესე მინდა რომ პოლიტიკური შედეგების მიხედვით ესე იყოს თქვა და საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის ერთობის შედეგად ესეთი რამ თქვა რა ლამაზები ხართ ქართველებო, რა სწორი იქცევით ქართველებო, როცა მართლა ქართველები ხართ, ანუ როცა ითვალისწინებთ იმ უზარმაზარ გამოცდილებას, რომელიც საუკუნეებში შედაგროვილი, როცა ერთმანეთის გატანაზე ხართ ორიენტირებული და არა ერთმანეთთან დაპირისპირებაზე. და სხვადასხვა მეც მიფიქრია ხშირად, ხო აი ტექნოლოგიები ვითარდება მსოფლიოში. და რაღაცებს ქმნიან, ხო, ის რაღაც მარსზე მიდის ხელოვნური ინტელექტი, ნეიროქსელები, მთელი ამბავია. და მეორე მხარეს ჩვენ რაღაც თითქოს ვერ გამოვიყურებით რაღაც სახარბიელოდ ამ ფონზე და შემდეგ გავაცნობიერე, რომ ვიღაცა ქმნის ტექნოლოგიებს, მუშაობს 24 საათი, ოფლსიდენს, ცოტა ამის გამო აცურებს კიდეც და ამით ამდიდრებს სამყაროს. ჩვენ ვამდიდრებს რაც თქვენ თქვით. აი ამ სიმღერით გალამაზების ისიც აქვს ხო სიამოვნება. არა ჩვენ სხვა რამეთიც ვამ. არა სხვა რამეთ, მაგრამ ამას ან სხვა რომ არაფერი არ იყოს, მარტო ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, და ყველას თავისი ფუნქცია და დანიშნულება. გამდიდრებაზე გამახსენდა სამყაროს. მე ერთი ეპიზოდი მინდა გითხრა წინა ხელისუფლების ერთ-ერთმა ელჩმა, რომელსაც მე პირადად პატივსცემ და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გააკეთა თავის კაბინეტში გააკეთა თვითმფრინავის ფუზელაჟი, თვითმფრინავის წინა ნაწილის ის არქიტექტურას საშუალებას იძლეოდა. და იქ ჩამოგიდა ალექსანდრე ქართველის სურათი, დიდი კადიდებული. ნებისმიერი სტუმარი, რომელიც მოდიოდა მის კაბინეტში, ბუნებრივად ინტერესდებოდა ფუზელაჟს რა უნდა, ხა ელჩის კაბინეტში, როგორ ისე უნებოდა ამერიკული ავიაცია ჩვენ შექმნით და ეს არის ეს PR სვლა იყო სუფთა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ძალიან რეზონანსული იყო. ხა მე საიდან გავიგებდი ამ ამბავს, რომ არა ზუსტად ამერიკელებმა მითხრეს ეს თავის დროზე. მე ამით ეს არის უნიშნელო დეტალი ერთი შეხედვით, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ვინ რა გააკეთა, ვინ რომელმა ქართველმა რა გააკეთა, რამდენად იყო ის ჩვენი კუთხის შვილი და რა მნიშვნელობა შეიტანა სოფლიოში გარკვეული დარგის მშენებლობაში, ხო? ეს ევროკავშირის სათავეებთან რომ მოსხელიშვილი იდგა, ხო პარტია ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, იმათმაც უნდა იცოდეთ. მოკლედ რა გითხრათ ახლა შორს წავალ ახლა ამაზე რა დავიწყო ლაპარაკი და დაიწყება ტრაბახი, რატო ტრაბახოთ ქართველები. ტრაბახში არ არის საქმე. მსოფლიო ცივილიზაციის, მსოფლიო კულტურის, მსოფლიო მეცნიერების მშენებლობაში ქართველებს აქვს თავისი სერიოზული წილი. და გავით გადავხედოთ ერთი რამდენი ვართ, ხო? რამდენი ვართ, ხო? და რამდენი ვართ ამ ფონზე ახლა აი ამ ხელაწვრილი როცა არის, ამას ყოველთვის ხაზი უნდა გაუსვა. კი არ უნდა იტრაბახო ამით. უნდა თქვა, მოცემულობა შექმნა. რა თქმა უნდა. ну იმედი არის რომ აი მე ძალიან მიკვირს სხვათა შორის საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ წავედით რა სხვა თემას ხო საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ არის ეს არ არის სხვა თემა ჩვენ ის რომ გაგვეკეთებინა რასაც თქვენ ახლა ამბობთ და თავის დროზე ან ახლაც რომ გავაკეთოთ მაშინ ვიღაც არ გადაწყვეტ და რომ თუ ესე მოიქცევი და აღორძინებ დემოკრატიას მე შენ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია მოგცე თქვა მე შენ შეიძლება გაგატანინო და რაღაცა იქ იმდენი დათქმა იქნება ჩვენები ან გაიტანენ და ან არა ამერიკის შეერთებული შტატებში ეს სხვა თემაა კიდევ მაგრამ მაშინ ეს არ მოხდებოდა ამდენ ეს თემები მე ფიქრობ ორგანულად დაკავშირებული ერთმანეთთან იმიტომ რომ აი ეს თუ გაგვახსენდება
სილამაზისთვისაც არა რომ ქართველები ვარ და გამოცდილება როგორ გადავრჩებოდით ალბათ უნდა კარგი იქნებოდა და მაშინ თავისთავად ეს განწყობებიც არ გაჩნდებოდა შესმათ. ყველა შენმართ ურჩდება ესეთი განწყობა რის საშუალებასაც შენ აძლევ. როცა შენ გაქვს განწყობა რომ ის რაღაცა მოსიარულე ღმერთია დედამიწაზე ის იქცევა როგორც მოსიარულე ღმერთი. როგორც შენ აღიქვამ როგორც პარტნიორს სამყარო ასეთი მეც ხა ძალიან შორს წავედი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მკა იმედი მაქვს რომ ჩვენ გაგვახსენდება რაღაცები ყოველთვის რისიც გაგვაჩინა ამ სამყარომ და რატო ვართ ამ სამყაროში და ყველაფერი არ დასრულდება ისე ტრაგიკულად როგორც ეს შეიძლება ჩვენს მტრებსა თუ მოყვარებს წარმოუდგინეთ თავიანთი ინტერესების მიღწევის პროცესში ჩვენ პირველ ნაწილის დრო ამოიწურა რეკლამის გამო მცირე ხნით დაგემშვიდობებით და დაბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ